გამარჯობა ჩემო გამომწერებო, ჩემო კარგო ადამიანებო. დღეს შემოგთავაზოთ უნდა შქმერული რაჭული კუთხის ერთ-ერთი უგემრიელესი კერძი. რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად აკეთებს, თუმცა კლასიკური ვარიანტი არის მხოლოდ წყლით, ქათმით, ნივრით და ერბოთი. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ არის ქათამი ძალიან ცხიმიანი. მე ყოველთვის, რადგანაც თბილისში ვცხოვრობ, ვიყენებ ბიუბიუს უგემრიელეს ქათამს. ეხლა მე თან თქვენს თვალწინ ვამზადებ, ანუ ქათამი შევწი, წინასწარ 1 საათი დავამარინადე მარილში და უცხო სუნერში გემოვნებით. შემდეგ კარგად დავამუშავე ხელით, რომ ეს ყველაფერი შეზელილიყო ქათამს და გავაჩერე. 1 საათის შემდეგ ტაფაშხო დამჩა ქათმის შემაწვამი ცხიმი. ამას ეხლა მე თქვენს თვალწინ უკვე ნიორს ვშუშავ ცხიმში, დავამატებ გემოვნებით მარილს, ცოტა ნიორი უნდა მოუბრაწოთ, რომ მარილი დაახლოებით კოვზის წვერით, აი ესე იშუშება თქვენს თვალწინ. ცოტა ხანი მოვიწყდით, სანამ არ შევარდის ფშვება. შემდეგ მე მაქვს აქ ანადუღარ გადადუღებული წყალი. როგორც კი ნიორი გახდება ოქროსფერი, ამას ეხლა აკლია. ზოგადად მე არ მიყვარს მაღალ ცეცხლზე მზადება და ეხლა ეხლა დაიწყეთ ჩვენი ნიორი მოშუშვას და ოქროსფერდება. მალე გვერდით მიდევს კეცი, რომელზეც სასურველია, რომ გადავიტანოთ შემდეგ და სუფრაზე მიტანის წინ კეცი ცვლად მივიტანოთ სუფრაზე. ეს უფრო ცხელ კერძებს მიეკუთვნება. ესე იშუშება ჩვენი ნიორი. მე ქათამი როგორც მოგახსენეთ, მაქვს